შემოსულ კითხვაზე პასუხს თუ როგორ ვიმუშაოთ ტომარასთან დამწყებებმა და არა მარტო დამწყებებმა. ეს ვიდეო საერთოდ ზოგადად ისეთ რაღაცაზე ვისაუბრებ, რასაც ამას აკეთებს ყველა მოკრივე. მაღალი დონით მოკრივეები. იმიტომ რომ საბაზისო ცოდნა ეს ისეთი რაღაცაა, რაც ყოველთვის უნდა ვიმეოროთ, რომ ჩვენი ტექნიკა ყოველთვის გაუმჯობესდეს. იმიტომ რომ შეუცდომელი მოკრივე ან ნებისმიერ საქმეში შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ რომ უფრო უკეთესები გავხდეთ, ყოველთვის ხშირად უნდა ვიმეოროთ ის ნიუანსები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საბაზისო დარტყმები, ყოველ შემთხვევაში დამწყებებისთვის ყველაფერი უნდა დავიწყოთ მარტივად. პირველ რიგში არის დგომი. დგომი ყველაზე ჩვეულებრივად ერთი ნაბიჯი უკან, ფეხები ერთ ხაზზე აღარ გქონდეს ყოველთვის და მე ყოველთვის ასე ვცდილობ, რომ ავხსნა. როცა ფეხს გადადგამ უკან, როცა ჩაჯდები, თავს უნდა გრძნობდე კომფორტულად რა. მოძრაობა უნდა შეგეძლოს. ზოგ მოკრივეს აქვს გრძელი ფეხები და უჩვენია უფრო დიდი პოზიცია ეკავოს ფეხებით. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებული არის ჩვენზე. ამიტომ ჯობია თავიდანვე მივაჩვიოთ ჩემი აზრია ეს პირადად, ვისაც როგორც უნდა ისე ყველა ისე იმუშაოს, მე ასე ვმუშაობ. ერთი ფეხი გადმოგვაქვს უკან და იმ პოზიციაში ვდებთ, სადაც ჩვენ თავს გრძნობს მაქსიმალურად კომფორტულად. ანუ რო შევივართ წინ, უნდა ვიყოთ კომფორტულად, გავდივართ უკან. და რაც მთავარია, უნდა ვეცადოთ, რომ ყოველთვის ფეხებს შორის იყოს თანაბარი მანძილი. დაშორება, რომ ასე ვთქვათ, არ ავიხლართოთ კომბინაციების გაკეთებისას, რაც საკმაოდ რთულია და ბევრი არის სამუშაო ამაზე. და რატომ? როცა ფეხები ერთ პოზიციაზე ვიდევს, დარტყმის გაკეთება ძლიერის ძალიან რთულია. ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ ფეხები ერთმანეთისგან მოშორებული გქონდეს. და ისე უნდა ვიაროთ. და ამისთვის უნდა გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. ერთი ხელი მასთან, დგომი რო დავიკავებ, ჯერ ჩვეულებრივად ფეხს დავდებ ჩვეულებრივად. ერთი ხელი მასთან, მეორე ცხვირის წინ. გავართ წინ, ესეთი რაღაცა. წამოვიდა ტომარა, მივხვევი, წამოვიდა. და მე უკვე შეგვიძლია ამას დავამატოთ დარტყმები. სხვადასხვა მხარის. და ვიმუშავებით. მე შეგვიძლია რომოდის დავამატოთ უკანა ხელი. საერთოდ გრილში ყოველთვის უფრო მეტად და ზოგადად სპორტში, საბრძოლო ხელოვნებაში ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი არის ფეხები. ფეხების გარეშე ვერც ერთ კომბინაციას ვერ შევასრულებთ და ვერანაირ მოძრაობას ვერ გავაკეთებთ. ფეხები არის ყველაფერი. ფეხები თუ მოძრაობს მოკრივე კარგად, უკვე ხელებით ბევრად უფრო ძლიერი ხდება. ტექნიკურადაც ბევრად უფრო მაგარია და ყველაფერი უფრო დახვეწილია. შესაბამისად, ყურადღება უნდა მივაქციოთ ყოველთვის ფეხების მუშაობას. შემდეგ არის უკვე ხელები. ხელებით უკვე რაც შეეხება, როცა საქმე დამწყებს ეხება, ჩვენ აქ ვერ ავგებით და ვერ დავიწყებთ ბევრი დარტყმის ან ბევრი რაღაცის ერთად სწავლას. ჯობია მცირე რაღაცები ავიღოთ და ისე ვისწავლოთ, ვიდრე ყველაფერი ერთად. პირველ რიგში ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, შეგვიძლია კომბინაციის გარეშე თითო დარტყმა ვაკეთოთ რაუნდების განმავლობაში და ბევრჯერ, რომ ის თითო დარტყმა იყოს მაქსიმალურად ზუსტი, რომ შემდეგ უკვე კომბინაციაში გავასწოროთ უფრო უკეთესად. მაგალითად, ჯები ვამუშაოთ.
შემდეგ კროსი. შემდეგ მარცხენა ხუთი. მარჯვენა აპერკოტი. და ასე შემდეგ რა. ჩემი აზრით, თავიდან თუ დავიწყებთ, ეს 4 დარტყმაც საკმარისია. ჯები, კროსი, ჰუკი, აპერკოტი. თუ ტომარ არის საშუალებასაც გვაძლევს რა ახალ ნომერაზე, აპერკოტს აქ ვერ დავარტყ, ხო? ამიტომ ურტყავ მუცელში. მაგრამ იმაზე შემიძლია ჩემს უგარად გასავარჯიშო, იმაზე დავარტყ აპერკოტი. ამიტომ შეგვიძლია ამ და შეგვიძლია მარჯვენა ხუთები ვუშავთ. მარცხენა და მარჯვენა. ოღონდ ეს უნდა იყოს ცალ-ცალკე და ტომარაზე უნდა ვეცადოთ. საკმაოდ რთული არის ჰუკების გასწორება რა. შეცდომით როცა ვისწავლით, მე და უკვე გვერდება მეც მაგ ფაქტიურად მაგ შეცდომებზე ვსწავლობ და ამიტომ შეიძლება ხანდახან ჩემი ტექნიკა არ იყოს ისეთი ზუსტი, რადგან თავიდან ასე მასწავლებელი ამბობი ჩემით დავიწყე სწავლა და შესაბამისად ჩემი ტექნიკა გახდა შესაბამისი, რაც ახლა მიწევს იმ შეცდომებზე რომ ვიზრუნო და გამოვასწორო. აი ჯობია რომ ცოტა აი აქეთ დავუმიზნოთ და არა აქეთ დავუმიზნოთ. და რა თან უკან, იმიტომ რომ უკან თუ მივაჩვევით ამ მიზნებას ჯერ ერთი ჩვენი ჰუკი იქნება უფრო სახიფათო და გაიხსნება და დარტყმას ვერ განვახორციელებთ. ამიტომ ყოველთვის ჯობია თუ დარტყმა იქნება აი და ბევრად უფრო შეკრული იქნება. ან მაგალითად აი ტომარას თუ ცოტა გავწდებით უკვე უფრო კარგი ხდება ჩვენი დარტყმა და სწორი. და ხანდახან ტახ-ტახ შეგვიძლია გავაკეთოთ. ესეთი რაღაცები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უნდა